უზბეკური კულინარიის ყველაზე ტრადიციული კერძი, ტკბილი ფლოვი, ბრინჯი, დატვირთული ხილით, ჩირეულით, ცუკატებით, ქიშმიშით და თაფლით. ვიწყებ ფლოვის მომზადებას. პირველ რიგში დაგჭირდება ბრინჯი, აი ესეთი მრგვალ მარცვლოვანი ბრინჯი. აქ წინასწარ მოვხარშე ზუსტად ესეთი ბრინჯი, რომელსაც როდესაც მოვხარშავთ, არ უნდა იყოს ფანტია, პირიქით ხარშვის შემდეგ უფრო უნდა შეიკრას მასა. აქ ვაქვს ძალიან ბევრნაირი ჩირი, მანგოს ჩირი, ანანასი, ქლიავი, ლეღვი, პაპაიას ჩირი და შავი ქიშმიში. ბოლოს მინდა რომ დავუმატო კომში. მაინც კომშიც ასოცირდება ჩემთვის ტკბილ ფლავთან. დავიწყეთ. პირველ რიგში დავანაწევროთ დიდ ნაჭრებად პაპაიას ჩირი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ჩირეულობა, რომელიც გექნებათ. მე მაგალითად შაქარს აღარ ვუმატებ, იმიტომ რომ იმდენად ტკბილია თვითონ ჩირიც და თაფლიც, რომ ვფიქრობ, რომ შაქარი აღარ დაჭირდება. მანგოს ჩირი, შავი ქლიავი და ლეღვის ჩირი. საკმაოდ ბევრი ბრინჯი მოვხარშე. დაახლოებით 600 გრამი ბრინჯი, იმიტომ რომ უზბეკებსაც ახასიათებთ დიდი პორციები, ბევრი ფლოვი და რა თქმა უნდა, ბევრი ჩირი. და ანანასის ჩირი. რა თქმა უნდა, ძალიან არაუზბეკური ინგრედიენტია, უბრალოდ მინდა რომ მრავალფეროვანი გამოვიდეს და ყველანაირი ჩირეული რო გამოვიყენო. ამ შემთხვევაში 600 გრამ ბრინჯზე მე დამჭირდება დაახლოებით 500 გრამი ჩირეულობა. ავანთოთ ცეცხლი დაბალზე, მოვასხათ ზეთი. დაახლოებით 50 მილილიტრი და ზემოდანვე მოვაყაროთ ჩირეულობა. ქიშმიში და კომში. ერთი მთლიანი კომში თხელ სლაისებად უნდა დავჭრა. ესეც მოვაყაროთ კომში ზემოდან. თაფლი 100 გრამი თაფლი. დაახლოებით 200 მილილიტრი წყალი და დავახუროთ თავზე. მე ბრინჯი ბოლომდე არ მოვხარშე, რომ ცოტა ნედლი დარჩენილიყო. დავამატე სითხე იმისთვის, რომ ჩირიც დარბილდეს, ეს არომატები გაუჯდეს ბრინჯს, ხილიც მოითუთქოს და გამოგვივიდეს უგემრიელესი, უტკბილესი უზბეკური ფლოვი. დავტოვოთ 10 თუთით. 5 წუთის შემდეგ ამოურიოთ. თაფლის არომატიც უკვე კარგად იგრძნობა. ჩირი დარბილდა, თავისი წვენიც გაუშვა. თავზე უკვე აღარ დავაფაროთ, რადგან ზედმეტი სითხე უნდა აორთქლდეს. დაველოდოთ 2 წუთი, რომ ამოშრეს და შემდეგ კიდევ ერთხელ ამოურიოთ. დავუმატოთ დარიჩინი. სულ ცოტა, ისე რომ ჰარმონიაში იყოს ყველა ამ არომატთან. 1 გრამი დარიჩინი და მიხაკიც ცოტა. ბოლოჯერ ამოურიოთ. თაფლი, მიხაკი
დარიჩინი, ამდენნაირი ჩირეულობა ერთად ძალიან სუყე და დატვირთულ არომატს ქმნის. 2 წუთი ზუსტად დავტოვოთ, რომ დარიჩინის და მიხაკის არომატიც გაუჯდეს. შეგვიძლია სულ ოდნავ აუწიოთ ცეცხლს და 2 წუთში მზად იქნება. ფლოვი მზად არის. გადმოვიტანოთ თეფშზე. გაშლილ ლამაზ თეფშზე. ყველაზე არომატული და ყველაზე გემრიელი, ნამდვილი უზბეკური ფლოვი. აი ეს არის არომატების სიმფონია. ძალიან მაგარია. ძალიან.